მოგესალმებით კოლეგებო, ვიწყებთ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხდომას. დღის წესრიგით არის ერთი საკითხი მოცემული, რომელიც ეხება სასესხო ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილებების შეტანას. გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. მომხსენებელი გახლავთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი. ქალბატონ ნინო, გთხოვთ სიტყვას. მადლობა, ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებაში ცვლილებებს. მოკლედ მოგახსენებთ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ როგორც მოგეხსენებათ, ამ სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა საქართველოს პარლამენტის მიერ. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ხელშეკრულებაში განხორციელდება, ბუნებრივია საჭიროებს პარლამენტის თანხმობას. თავის მხრივ, ესე ვთქვათ, ეს საინვესტიციო პროექტი არის ძალზედ მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა ამ საკითხებზე მოლაპარაკება ევროპის საინვესტიციო ბანკთან. ეს არის სასესხო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 20 მილიონი ევროს ოდენობის თანხის კონტრიბუციას ევროპის საინვესტიციო ბანკისგან. სესხის მიმღები არის ბუნებრივია საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროს სახით. განხორციელების პერიოდი არის ხანგრძლივობა სესხის არის 20 წელი, თუმცა თვითონ უშუალოდ პროექტის განხორციელების ვადები გახლავთ 2023-2028 წლები. ეს შეეხება ზემოსამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც მოგეხსენებათ, რომ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სამრეწველო სისტემების მოდერნიზაცია და ასე ვთქვათ, გამართული ფუნქციონირება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მთავრობის და სამინისტროს გამომდინარე იქიდან, რომ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში. ჯამში, ასე ვთქვათ, ამ რეაბილიტაციის ფარგლებში 20,000 ჰექტარი მიწის მორწყვა იქნება შესაძლებელი სრულად თანამედროვე საირიგაციო სისტემებით და დაახლოებით 12,000-მდე ოჯახს მოემსახურება ეს სისტემა, როდესაც სრულად რეაბილიტირდება. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული არა მხოლოდ მაგისტრალური არხის, ანუ ასე ვთქვათ, მთავარი საირიგაციო არხის მოდერნიზაცია და რეკონსტრუქცია, არამედ უშუალოდ ესე ვთქვათ, მეორეული ეგრეთ წოდებული მეორე და მესამე არხების, ანუ უშუალოდ როდესაც ფერმებამდე და დაქსელვა ხდება სოფლების მიხედვით, ასე ვთქვათ, მაგისტრალური ცენტრალური არხებიდან სამრეწველო სისტემების და შესაბამისად საკმაოდ მასშტაბური პროექტი გახლავთ. სწორედ ამ გასულ წელს პროექტზე დაიწყო აქტიური მუშაობა იმ თვალსაზრისით, რომ პროექტის გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს. აქ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სესხის გამცემის ეს გახლავთ. ამავდროულად ტექნიკური დავალებები, რომელიც თანხდება ბუნებრივია საერთაშორისო პარტნიორებთან, ამას გარკვეული დრო დასჭირდა და სწორედ აქედან გამომდინარე ცვლილებით გათვალისწინებული არის ასე ვთქვათ, დამფინანსებელთან ურთიერთშეთანხმებით. ამას მინდა რომ ხაზი გაუსვა აუცილებლად ბანკთან შეთანხმებით მოხდა სწორედ ამ ცვლილებების განხორციელება, რომ დეტალურად გაიწერა 2025 წლის გეგმა, ის აქტივობები, რაც წელს უნდა განხორციელდეს და შესაბამისად ამ აქტივობების შესაბამისი თანხები გაიწერა უკვე წლევანდელი წლის ბიუჯეტისათვის, რაც ნაცვლად 1 მილიონი ევროსი წარმოადგენს 450,000 ევროს. აი ეს არის ესე ვთქვათ ის მთავარი ცვლილებები, რომელიც გათვალისწინებულია, თუმცა ამ ცვლილებასთან ერთად გათვალისწინებულია ისიც, რომ ტრანშის ჩამორიცხვა არ იქნება მიბმული, ვთქვათ, ისეთ საკითხებთან, როგორიც არის პროექტის განმახორციელებელი ერთეულის ფუნქციონირების დაწყობა, იმიტომ რომ თვითონ პროექტს ყავს თავისი ესე ვთქვათ, განმახორციელებელი გუნდი და ამ დრომდე ძირი აქტივობების განხორციელება იმიტომ ვერ დაიწყო, რომ რეალურად მიდიოდა ასე ვთქვათ, დაკომპლექტება ამ პროექტის მენეჯმენტის უშუალოდ და გარკვეული დრო, რა თქმა უნდა, ამ პროცესებს დასჭირდა. თუმცა პროექტი არის ძალზედ მნიშვნელოვანი. შესრულების ვადები ნაცვლად 180 დღისა, განისაზღვრა 360 დღის ვადით, ანუ ჯამში მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება ის აქტივობები, რაც წელს არის დაგეგმილი. უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკური დავალებები ფაქტობრივად ამ ასე ვთქვათ, მაგისტრალური არხის მოწესრიგების უკვე მომზადების პროცესში არის და მნიშვნელოვანი აღინიშნოს საქართველოს მთავრობის თანაკონტრიბუცია, რომელიც 40 მილიონ ლარზე მეტი არის ჯამურად პროექტში იმისათვის, რომ სრულად, ასე ვთქვათ, ჩვენ შევძლოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მაგისტრალური არხის და მიმყვანი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება და უზრუნველყოს ჩვენი ფერმერები ამ თანამედროვე საირიგაციო სისტემებით. და ბუნებრივია აქ სახელმწიფოს და საქართველოს მელიორაცია, რომელიც უშუალოდ ჩართული იქნება მათ შორის სამუშაოების განხორციელების პროცესში, მათი თანამონაწილეობა არის
ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის მოკლედ, ასე ვთქვათ, ამ სასესხო ხელშეკრულებაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. მადლობა. ხო არა გაქვთ რაიმე შეკითხვა? კი ბატონო, მე ჩემი მხრიდან დავამატებდი იმას, რომ ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის, განსაკუთრებით სწორედ აგრარული სექტორის განვითარებისათვის, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ნაყოფიერი მიწები, რომელთა მელიორაცია და ირიგაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს სისტემა თავის დროზე 50-იან 60-იან წლებში იქნა აშენებული, რომელიც ძალიან მასშტაბური არის და 91 წლამდე ფაქტობრივად ფუნქციონირებდა, მერე ჩამოიშალა და დღეს მოიტყვიან მისი ადრე არსებული სიმძლავრეების დაახლოებით 10-15% ხარ თუ არის შემორჩენილი. ამიტომ ამის აღდგენა გამოიწვევს, რა თქმა უნდა, სწორედ იმ შესაძლებლობების კიდევ უფრო თანამედროვე დონეზე მართვასაც და წყლის მიწოდებას ფერმერებისათვის, რაც სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელია. ამ ხრივ მოგეხსენებათ, რომ არის რეფორმების გატარებული და სახელმწიფოსთან ერთად კერძო თანამონაწილეობა არის განსაზღვრული, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ იქმნება უკვე უშუალოდ მომხმარებლების დონეზე ასოციაციები, სადაც უშუალოდ ფერმერები, აი ეს მესამე კატეგორიის არხები, რომელიც არის, ხო, ის არხები უკვე რომელიც უშუალოდ ფერმერებამდე, ნაკვეთებამდე მიდიან, ის უკვე ხდება, ასე ვთქვათ, მომხმარებლის პასუხისგებლობა, მათი მართვა და რაციონალურად გამოყენება. აქ აგრეთვე აღსანიშნავი არის, რომ 3 დიდი კონტრიბუტორი არის ამ პროექტში: ევროპის საინვესტიციო ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო და საქართველოს მთავრობა. ასე რომ ჩვენს სრულყოფილი ფინანსური, ასე ვთქვათ, თანამონაწილეები ვართ ამ პროექტის განხორციელებაში. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტის დაწყებას ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ და გთხოვთ, რომ ხარი დაუჭიროთ წარმოდგენილ ცვლილებებს. ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. საკითხი განხილული არის. თუ რაიმე სხვა შენიშვნა არა გაქვთ, კომიტეტის ხდომა დახურულად გამოვაცხადოთ. მადლობა.